Am წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესი იწყება. დღეს სასამართლო მივანიშვილის ყოფილი პრემიერის აღკვეთის ღონისძიებაზე უნდა იმსჯელოს. ბრალის დადგენილება მედიას დღეს გენერალურმა პროკურორმა პირადად გააცნო. გიორგი გვარაკიძის განცხადებით ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მესამე ნაწილით, რაც გულისხმობს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. Ამ მძიმე ბრალდების ფონზე კი პროკურატურა სასამართლოს მიმართავ შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების სახით მილიონი ლარის შეფარდების შესახებ. ასევე პროკურატურა მოითხოვს დამატებითი ვალდებულებების დაკისრებას, როგორიცაა საქართველოს პასპორტის ჩაბარება და ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრების აკრძალვა. ირაკლი ღარიბაშვილს დაწყებულ გამოძიებასთან და ბრალთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია. დაარღვევს თუ არა ის დღეს დუმილს ივანიშვილის ყოფილი პრემიერის პროცესი. Am წუთებში იწყება. სალომე ბოკუჩავა შემოგვიერთდება ახლა პირდაპირ ეთერში. ჩვენი რამდენიმე გადამღები ჯგუფი მუშაობს ადგილზე. სალომე ბოკუჩავა, გვეტყვის მივიდა თუ არა უკვე ირაკლი ღარიბაშვილი სასამართლოზე და აპირებს თუ არა დღეს ის დუმილის დარღვევას. რა ხდება ამ წუთებში? თამარ, ამ წუთებში ჩვენ ჟურნალისტები, მედიის წარმომადგენლები ვიმყოფებით საქალაქო სასამართლოს სათადარიგო კართან. თქვენ ხედავთ ალბათ ავტომობილს კადრში შავი ფერის დაბურულს, ეს გახლავთ სწორედ ის ავტომობილი, რომელიც ბრალში ფიგურირებს. ირაკლი ღარიბაშვილის შიგნით იმყოფება თავად ყოფილი პრემიერ და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც დღეს ბრალდებული სტატუსით არის წარმოდგენილი საქალაქო სასამართლოში. ავტომობილში მასთან ერთად იმყოფება დაცვის რამდენიმე თანამშრომელი, მას პირადად დაცვის თანამშრომლებს პირადად გაესაუბრა მანდატურის ხელმძღვანელი საქალაქო სასამართლოსი, რომელმაც უნდა ანიშნოს, როდის იქნება მზაობა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი შევიდეს საქალაქო სასამართლოს შენობაში და წარსდგეს მოსამართლის წინაშე. ამ დროისთვის შეიძლება ითქვას, რომ დაახლოებით 10 წუთია, რაც ირაკლი ღარიბაშვილი დაცვის თანხლებით მოვიდა ავტომობილით საქალაქო სასამართლოში. ის კამერების თვალწინ ჩაიარა, თუმცა არ გაჩერებულა და განცხადება არ გაუკეთებია. ამის შემდეგ კი უკანაკარით ისარგებლა. ეს ძალიან იშვიათი შემთხვევაა ბრალდებულის შემთხვევაში და სწორედ ამ ფორმით ცდილობს ახლა ის შევიდეს საქალაქო სასამართლოს შენობაში. შემდეგ კი მეორე დარბაზში, იქ სადაც პროცესი არის ჩაანიშნული. აღკვეთი ღონისძიების შუამდგომლობებთან დაკავშირებით უკვე ცნობილია, რომ ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით ბრალდების მხარე მილიონ ლარის ოდენობით მოითხოვს გირაოს და არა პატიმრობას, თუმცა ჩვენთვის უცნობია ადვოკატების პოზიცია, თუმცა მათ განცხადება გააკეთეს შესვლამდე. ამის შესახებ უფრო სლად ისაუბრებს ჩვენი რეპორტიორი ნათია ტრაპაიძე და ამ ინტერვიუების ფარგლებში ადვოკატებმა არ დააკონკრეტეს, რა შუამდგომლობა ექნებათ მათ. ასევე ცნობილია, რომ ღარიბაშვილს პასპორტი აქვს ჩამორთმეული, ანუ ის ქვეყანას ვერ დატოვებს. ის რასაც პრესა თვეების განმავლობაში ამბობდა, დღეს პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ გენერალურმა პროკურორმა უკვე ოფიციალურად დაადასტურა და გეტყვით, რომ 2 საათზე არის ზუსტად ჩანიშნული პროცესი, თუმცა როგორც ჩანს, ის დაგვიანებით შეიძლება დაიწყოს, რადგან ირაკლი ღარიბაშვილი ამ დრომდე არ იმყოფება საქალაქო სასამართლოს დარბაზში და დაცვა ელოდება მითითებას, რომ გააღოს კარი და ღარიბაშვილმა ავტომობილი დატოვოს და კიბის დახმარებით შევიდეს უკვე საქალაქო სასამართლოს დარბაზში. როგორც უკვე გითხარით, მას მათიაშვილი მანდატურის სამსახურის ხელმძღვანელი იყო გამოსული, პირადად შეეგება ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და მისი დაცვის თანამშრომლებს და სავარაუდოდ სწორედ მისგან ელოდებიან ნიშანს, რომ ღარიბაშვილი შევიდეს საქალაქო სასამართლოში. სალომე, რამდენიმე დაზუსტება თუ არის შესაძლებელი, ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის წევრები ან მისი გულშემატკივრები თუ იმყოფებიან ახლა საქალაქო სასამართლოსთან, ერთი ეს და მეორე, რა ფორმატით ჩატარდება სასამართლოს ხდომა, ხომ არ არის შესაძლებელი, რომ ტელეკამერები დღეს შეუშვან ამ სასამართლო პროცესზე? მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვქონდა მცდელობა, დაგვეწერა შუამდგომლობა მიგვემართა სასამართლოსთვის იმისთვის, რომ დავსწრებოდით ამ პროცესს და არაერთმა მედია ორგანიზაციამ შესაბამისი განცხადებით მიმართა შესაბამის სამსახურს. ამ დრომდე უცნობია ამ კითხვაზე პასუხი. მათიაშვილი გამოვიდა საქალაქო სასამართლოდან. შესაძლებელია ჩვენ წამიწამში ვიხილოთ ირაკლი ღარიბაშვილის, მის ოჯახის წევრებს რაც შეეხება, ისინი ჩვენ არ დაგვინახავს და სავარაუდოა, რომ არ ესწრებიან ამ პროცესს. ღარიბაშვილის დაცვა გადმოვიდა ახლა
ავტომობილიდან 3 თანხლები პირი არის მასთან ერთად სავარაუდოდ შეიძლება იყოს მეოთხეც თუმცა ის კადრში ჯერჯერობით არ ჩანს და გადმოვიდა ირაკლი ღარიბაშვილი ავტომობილიდან ის მიემართება დაცვასთან და მანდატური სამსახურთან ერთად კიბის გავლით საქალაქო სასამართლოში ხედავთ კადრს ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ბრალდებული სტატუსით შევიდა საქალაქო სასამართლოში და აღკვეთის ღონისძიების თაობაზე დღეს მის საქმეზე უნდა იმსჯელოს სასამართლო